მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გამოშვებას Talk News, სოლიდარობა მზია ამაღლობელს და ყველა სინდისის პატიმარს. ვისთვის ყიდულობს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია, ბლენდერს, მიქსერს, ყავის სერვისს, დანაჩანგლებს და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს. გთავაზობთ სიუჟეტს. ყავის სერვისები, მიქსერები, ბლენდერები, სურათები, დანაჩანგლის ნაკრებები. ნინოწმინდის მერია წლის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილე ქალებისთვის საყოფაცხოვრებო ტექნიკას ყიდულობს. მათ შორის საჩუქრები გათვალისწინებულია 3 და 8 მარტის ღონისძიებებისთვისაც. ამის შესახებ ინფორმაცია მერმა ანივარდ მოსოიანმა მოგვაწოდა. გარკვეული ღონისძიებებს ვატარებს სხვადასხვა სამსახური ატარებს და გააჩნია მაგ კოდის ქვეშ რა არის და რა არის საჭირო ღონისძიების ჩატარებისთვის. მოწვეულ სტუმრები იქნებიან, ღონისძიების მონაწილეები იქნებიან. გააჩნია კულტურული ღონისძიებები გვაქვს, სპორტული ღონისძიებები გვაქვს. გააჩნია მუნიციპალიტეტი რა ღონისძიებებს როდის ატარებს. ნინოწმინდის მერიამ გამარტივებული ხელშეკრულება 20,300 ლარზე ნინა ღარცლიანთან 27 იანვარს გააფორმა. ხელშეკრულებაში დანიშნულება მითითებული არ არის. აქ მხოლოდ ის არის მითითებული, რომ საყოფაცხოვრებო ტექნიკა გენდერული თანასწორობის და ტურიზმის გაყოფილების, განათლებისა, კულტურის და ძეგლთა დაცვის გაყოფილების ღონისძიებისთვის იყიდეს. ხელშეკრულების მიხედვით 20,000-ზე მეტ ლარად მერია 8 სხვადასხვა სახის 345 ნივთს ყიდულობს. კერძოდ, 40 ცალ 47 ლარიან სურათს, 82 ყავის სერვისს, ჯამში 4100 ლარის ღირებულების, 30 ცალ 73 ლარიან მიქსერს, 40 ცალ ბლენდერს, ჯამში 3200 ლარის ღირებულების, 55 ლარიან 40 ცალ საათს, 35 ცალ 70 ლარიან დანაჩანგლის ნაკრებს, 63 ცალ ჩაის ელექტროსახარშს, ჯამში 3591 ლარის ღირებულების და 100 ლარიან 15 აეროგრილს. უამინდობა სამცხე-ჯავახეთში ადგენის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებს დღის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდათ. ადგენის მერიის ინფორმაციით დღის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა დაბა ადგენს, დერცელს, კიკივოს, გორგულს, ლელოვანს, ამხერს, იჯარეთს და იმერთუბანს. 18 საათის მონაცემებით ელექტროენერგია არ მიეწოდება კიკივოს და დერცელს. მათივე ცნობით მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. სოკარ გაზის კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ადგენის მუნიციპალიტეტის ყველა იმ სოფელს მიეწოდება გაზი, რომელშიც ბუნებრივი აირი გაყვანილია. მერიის ცნობით მიმდინარეობს გზის თოვლისგან წმენდის სამუშაოები. მიუხედავად ქარისა და დაბალი ტემპერატურისა უწყვეტი აქციის 53 დღეს ახალციხეში შოთა რუსთაველის ძეგლთან კვლავ შეიკრიბნენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები. სინდისის პატიმრების განთავისუფლება და ხელახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვეს. ავტოკრატიის საგანგაშო სიგნალები საქართველოდან. გთავაზობთ ამერიკის პოლიტიკური საბჭოს წარმომადგენლის ინტერვიუს სტუდია ვაშინგტონში. ლარა, მადლობა დროის დათმობისთვის. ცოტა ხნის წინ თქვენ მაკკეინის ინსტიტუტის პოსტსაარჩევნო მისიის ფარგლებში თბილისში ჩახვედით. რა ძირითადი შთაბეჭდილებით დაბრუნდით ქვეყნიდან და რა ეტაპზეა ახლა საქართველო იმაზე დაყრდნობით, რაც თქვენ თავად ნახეთ და მხარეებისგან მოისმინეთ. მადლობა მოწვევისთვის და კითხვებისთვის. თბილისში დეკემბერში ვიყავით დელეგაციის მისიით და ამ მისიამ ძალიან ბევრი შემაშფოთებელი ნიშანი გამოავლინა. ბევრი რამ რაც მანამდეც ვიცოდით, მაგრამ პირადად ვნახეთ. ხელისუფლებამ ჩვენთან შეხვედრაზე უარი თქვა, მხოლოდ ცესკოს წარმომადგენლები შევხვდნენ. მოვისმინეთ მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობის საგანგაშო მასშტაბისა და ძალადობის სხვა ფორმების შესახებ. ბევრი გავიგეთ პროტესტზე და ის პირადადაც ვნახეთ. გამუდმებული ყოველდღიური პროტესტი, რაც ევროინტეგრაციის შეფერხებას მოჰყვა, ჩვენს გადაადგილებასაც კი ართულებდა. ბევრი რამ მოვისმინეთ ამერიკა საქართველოს პარტნიორობის შემცირების კუთხითაც, ვესაუბრეთ ამერიკის ელჩს, ბევრ ევროპელ ელჩსაც. განვიხილეთ ის უფრო ღრმა პრობლემებიც, რაც საქართველოს დასავლეთის გზიდან გადახვევას,
და ავტორიტარიზმისკენ სვლას ეხება. ბოლო კვირებისა და თვეების განმავლობაში ევროინტეგრაციის შეჩერების შემდეგ ვიხილეთ არაერთი კანონის გამკაცრება, მანიფესტაციებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ჯარიმების გაზრდა, ახალ მედია რეგულაციებზე და პრევენციულ დაკავებებზე საუბარი. Როგორ ფიქრობთ, საით მიემართება ეს პროცესი? არის ავტორიტარული ტენდენცია, რომელიც ძალიან მკაფიოდ ჩანს. ვფიქრობ, ეს ტენდენცია დაჩქარდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის და მოგვიანებით უკვე 26 ოქტომბრის არჩევნების, ასევე პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც ამბობს, რომ ქვეყნის ლეგიტიმურ პრეზიდენტად რჩება. მთავრობის არც ერთი ნაწილი დამოუკიდებელი აღარაა. მთავრობა ქართული ოცნების კონტროლის ქვეშაა, ისინი ფაქტობრივად მთელ მთავრობას და საჯარო მოხელეებს აკონტროლებენ. ჯერ კიდევ არაა მკაფიო, რამდენად კიდევ უფრო ღრმად ავტორიტარიზმისკენ წავლენ და რამდენად ძლიერი იქნება წნეხი. საპარლამენტო უმრავლესობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებულ კანონმდებლობასაც ცვლის და ამბობს, რომ სპეციალური ფონდიდან იმ სამოქალაქო ორგანიზაციებს დააფინანსებს, რომლებიც, როგორც თავად ამბობს, საზოგადოების რეალურ დაკვეთას შეასრულებენ და არა უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების მავნე ქმედებებს. რა სახის პრაქტიკაა ეს, გვაქვს თუ არა მსგავსი მაგალითები სხვა ქვეყნებში და რას ამბობს ეს ხელისუფლების განზრახვაზე სამოქალაქო სექტორთან დაკავშირებით? ეს კიდევ ერთი ტენდენცია ავტორიტარული კონტროლისკენ. სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სფერო საქართველოში ისტორიულად ყოველთვის ძალიან მრავალფეროვანი, ფართო და დინამიკური იყო. თუ კი ვნახავთ მის შეკვეცას, შევიწროებას და ამას კიდევ მთავრობის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების, ანუ ეგრეთ წოდებული გონგოების დამკვიდრება დაემატება, მაშინ ვიხილავთ ამ სფეროში რეალური დებატების, თავისუფალი დისკუსიების, იდეების გაცვლისა და ქმედებების კუთხით სიტუაციის სწრაფ გაუარესებას. ჩვენ ბევრი ასეთი მაგალითი გვინახავს რუსეთში, ბელარუსში, უნგრეთში, სადაც ეგრეთ წოდებული გონგოები ეფექტური გზა აღმოჩნდა არასამთავრობო სექტორის შესაზღუდად, დეზინფორმაციის გასაზრდელად და რეალური დებატებისა და დისკუსიების შესამცირებლად იმ არაერთ საკითხზე, რის შესახებაც ამ მოსაზრებების მოსმენა მოქალაქეებს შეიძლება სურდეთ. თქვენს ერთ-ერთ სტატიაში ამერიკა საქართველოს პარტნიორობას განიხილავდით და ამბობდით, რომ ის ყოველთვის ღირებულებებს უფრო ეფუძნებოდა, ვიდრე ეკონომიკურ ან სხვა სტრატეგიულ საკითხებს. რა როლი აქვს დღეს საქართველოს, რა მნიშვნელობა აქვს ამ ორი ქვეყნის პარტნიორობის გაგრძელებას დღევანდელ საერთაშორისო არენაზე? საქართველოს დიდხანს შეუდარებლად დიდი როლი ჰქონდა ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებში თავის ზომასთან შედარებით. ქართველებსა და კაპიტოლიუმში მყოფებს მეგობრობისა და ურთიერთობების დიდი ისტორია ჰქონდათ. ეს ამერიკაში სხვადასხვა პარტიის ადმინისტრაციის განმავლობაში გრძელდებოდა. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ საქართველო გამორჩეული პარტნიორი იყო. მთავრობები ძალიან კარგად თანამშრომლობდნენ. სამხედრო წვრთნები იქნებოდა ეს თუ სხვა შესაძლებლობები. ეს კი ღირებულებებს ეფუძნებოდა იმას, რომ საქართველო დემოკრატიის კაშკაშა მაგალითად იყო დანახული, რომელიც ძალიან რთულ სამეზობლოში ამბობდა. აი აქ ვართ, მართლა გვინდა ევროპისკენ სვლა და მართლა გვინდა დასავლეთისკენ მოძრაობა მიუხედავად ჩრდილოელი მეზობლის შიშისა, მიუხედავად რთული სამეზობლოსი. აი ამ თამამი ხედვის პასუხად ამერიკა ამბობდა, რომ მას მართლა სურდა მისი მხარდაჭერა. არა იმიტომ, რომ მას წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეობა აქვს, ეკონომიკური ძალა აქვს, ნავთობი ან ბუნებრივი გაზი. არა, არაფერი ეს მას არ აქვს, მაგრამ იმიტომ, რომ ჩვენ გვჯერა ამ საერთო ხედვის. ასე რომ თუ კი საქართველოს მის ახლანდელ ხელისუფლებას და არა ხალხს აღარ სჯერა ამ დემოკრატიული ხედვის, მაშინ რა მნიშვნელობაზე ვსაუბრობთ? საქართველოს მნიშვნელობით სულ უფრო ქვემოთ დაიწევს იმ საკითხებში, რასაც ამერიკელები ყურადღებას აქცევენ. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს TokTV-წერტილი-G და Facebook გვერდს TokTV. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.